მოგესალმებით ჩვენ ისევ და ისევ სოფლად ვართ გაჭრილი ველა და ქიქიქომაც ყიყლიყო თქვენ რა შვებით როგორ იმყოფებით როგორ სულიერ განწყობებზე ხართ საღამოს 7 საათია 27 აგვისტოა ხვალ მარიამობა წინასწარ გილოცავთ მრავალს დაესწარით ამ საოცარ დღესასწაულს გფარავდეთ დედა ღვთისმშობლის მადლი მისი მეოხებით და მფარველობით ყოფილიყოს მთელი ჩვენი სამშობლო ჩვენი საქართველო გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას სიხარულს ბედნიერებას და რაც თავარია სულიერ სიმშვიდის გარეშე ვერც ბედნიერი იქნები და ვერც ჯანმრთელი. იმიტომ რომ სულიერი ტანჯვისგან მოდის მერე ხორციელი ტანჯვაც. სხვა რა გითხრათ? არის მშვენიერი სიმშვიდე, როგორც სოფელია. სოფელში იცის ხოლმე ეგეთი სიმშვიდეა. აგერ საოცრებაა პირდაპირ. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ აქაურებისგან დაცლილია სოფელი, მაგრამ არაუშავს ვინც აქ ვართ, ისინიც ყოფნით ჯერჯერობით ამ სოფელს. თქვენსკენ რა ხდება თბილისში, ბათუმში, მიდის გნიასი და გულაობა, ქუთაისში რა ხდება, ხوارცხელა. აი ეგრე აქ გრილავს. ქარიქრის ნაზად მესაუბრება თითქოს ტირიფებს ელამუნება მე მხოლოდ დამრჩა ერთი ოცნება და თუ არ მთხოვს მესიო კვლავ ასრულებას ბედნიერი ვიქნები აი ესეთი კდემამოსილი ღამეს უფევს ჯერ კი არ დაღამებულა მაგრამ გუმანით იგრძნობა რომ ღამე მალე მოვა მთვარეს ხედავთ პატარა კუსკუსა ნამგალა მთვარეა ნახეთ აი როგორი საყვარელია შეხედეთ ახალშობილი მთვარე ახალ ნერგიზეთის ხილი ძალიან ლამაზია რა შეიძლება ამაზე დიდი ნეტარება იყოს რაც ახლა ვუყურებთ ხო ნახე ანუ გრილინიავი რო გეხება ფეხებზე სახეზე გელამუნება და ტკბებია მშვენიერებით რამ უნდა დაგაბეროს რამ უნდა დაგრუზოს არ ვიცი გისურვებთ ისეთ სიმშვიდეს როგორცაც ახლა მე ვგრძნობ იმიტომ რომ ჩემზე და უფალზე უკეთ არავინ იცის მე როგორ მშვიდად ვარ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა ღმერთს იმისთვის რომ მე შემიძლია დღეს აქ ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერებას გისურვებთ ყველას მიყვარხართ ქრისტე გფარავდეთ ათდა მარადის და უკუნთი უკუნის ამდე ამინ